მოგესალმებით უყოლას, დღეს წარმოგიდგენთ Windows Phone 7-ის Mangos update-ის ვერსიას. ეს არის კომპანია Microsoft-ის ბოლო მობილური ოპერაციული სისტემა. და მისი ბოლო update-ი Mango. მე შევეცდები შევადარო თუ რა შეიცვალა ამ ახალ ვერსიაში და რა გაუმჯობესდა წინასთან შედარებით. შევიდეთ ზარებში. აქ ძირითადში არაფერი ძირეული არ შეცვლილა და ემატა მხოლოდ ძიების კლავიში, რაც გაძლევს საშუალებას მარტივად მოძებნოთ კონტაქტები, ისთანაც გქონიათ განხორციელებული ზარი ან მიგიღიათ ან მისთხოვლი, ასე ვთქვათ. გადავიდეთ People tab-ში. აქაც დაემატა ძიების კლავიში, რაც ისევ და ისევ გიადვილებთ მოძებნოთ კონტაქტები და ამარტივებს ამ ყველაფერს ეს. აგრეთვე მიმული მაქვს მე ჩემი Facebook-ის, სოციალური ქსელის Facebook-ის აკაუნტი, რაც მაძლევს საშუალებას მივიღო ბოლო განახლებები, ბოლო პოსტები, ასე ვთქვათ. და ვიყო ყოველთვის საქმის კურსში. აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ თქვენი კონტაქტების, ნებისმიერი კონტაქტის Facebook-ზე აქტივობის თვალყურის დევნება და ნახვა თუ რა საქმიანობენ ისინი, რითი არიან დაკავებული, რა პოსტებს დებენ და ასე შემდეგ. გადავიდეთ მეილზე, კიდე ძირითადი რაც არის მნიშვნელოვნად შეცვლილი, ეს არის ერთ-ერთი მეილი. რაც გვაძლევს იმის საშუალებას წინა ვერსიასთან შედარებით, რომ აქ უკვე ვიქონიოთ ჩვენ რამოდენიმე მეილ აკაუნტი და ისინი გავაერთიანოთ ერთ ადგილას, ესე ვთქვათ, ერთ დიდ მეილად. მე აქ მაგალითად მაქვს 3 მეილ აკაუნტი და სამივეს წერილები მომდის ერთ ადგილას. აგრეთვე არის საშუალება ერთი და იგივე მისამართიდან გამოგზავნილი მეილების ისინი ჯგუფდება, ესე ქვე მენიუ საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისინი. აგრეთვე მარტივია დასაშლელათაც ერთის მონიშნვით ინიშნება სულ, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად დაშალოთ ისინი თუ გნებავთ. აგრეთვე აქაც არის ძიების კლავიში, რათა მოძებნოთ სასურველი მეილი, სასურველი კონტაქტი. აგრეთვე შეიცვალა, რაც მნიშვნელოვანია და კარგია, ჩემი აზრით, Office-ი არის რადიკალურად შეცვლილი. აქ თქვენ გაქვთ საშუალება ონლაინ რეჟიმში თქვენი SkyDrive-დან, ანუ Live account-დან ჩამოტვირთოთ დოკუმენტები, ატვირთოთ ასევე, შეასწოროთ ისინი, შემდეგ ატვირთოთ და საკმაოდ კარგი ფიჩაა. Live account-ზე თქვენ გაქვთ 25 გიგაბაიტამდე თავისუფალი ადგილი, რაც გაძლევს საშუალებას იქონიოთ უამრავი დოკუმენტი. ატვირთოთ ისინი. აქაც არის საძიებო კლავიში დამატებული. აგრეთვე ახალი დოკუმენტის შექმნისას თქვენ გააქვთ საშუალება, ესე ტემპლეიტები არის მოცემული, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ უკვე მზა ვერსია იყოს. მზა ვერსიებს გაძლევთ იგი. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, შენახვის დროს გეკითხებათ თუ სად გინდათ იგი შეინახოთ, ანუ თავად ტელეფონზე თუ SkyDrive-ში, რაც შემდეგ მოგცემთ საშუალებას უკვე თქვენი ლეპტოპიდან, სხვა ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელსაც აქვს მხარდაჭერა იმის, რომ შევიდეს მეილზე და გახსნას დოკუმენტები, ჩამოტვირთოთ ისინი და შემდეგ
მოახდინოთ მათი რედაქტირება. აგრეთვე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ შეიცვალა ინტერნეტ ბრაუზერი, იგი და აპდეიტდა და ეხლა არის 9.0 ინტერნეტ ექსპლორერი 9, რაც საშუალებას გაძლევთ გქონდეთ მასში არის ასე ვთქვათ HTML5-ის მხარდაჭერა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ არის Flash-ის მხარდაჭერა. ეს არის test page HTML5-ის გასატესტად და საკმაოდ კარგი შედეგია 151+5 ბონუს პოინტი. ეს გაძლევთ საშუალებას გაატესტოთ თქვენი ბრაუზერი თუ რამდენად მხარს ამ ხელა მხარდაჭერა აქვს, ასე ვთქვათ, HTML5-ის და აგრეთვე არის აქ ჩამოთვლილი თუ რისი მხარდაჭერა აქვს მას და რისი არა. საკმაოდ კარგი ბრაუზერია, იგი გაძლევთ საშუალებას გქონდეთ იგივე სახის ბრაუზერი, როგორც თქვათ, მაგალითად თქვენს desktop ვერსია თითქმის იგივე, თითქმის შეუცვლელია. შემიძლია განახოთ აგერო. მარტივ მაგალითზე თუ როგორი მსგავსებაა თქვენს ტელეფონში გახსნილი გვერდისა და კომპიუტერში გახსნილი გვერდის. ეს არის ერთი და იგივე გვერდი. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ იგი. ისინი ერთმანეთს აქაც homepage-ზე გადავა. ალბათ ხვდებით, რომ ნამდვილად კარგი ბრაუზერია. თითქმის იგივეა, რაც არის თქვენი desktop ვერსია. აგრეთვე აქვს ორი მოდული, landscape და portrait mode, ასე ვთქვათ. კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ყველა ელოდებოდა და ყველას ძალიან ჭირდებოდა ჩემი ჩათვლით, ეს არის multitasking-ი. ანუ ამ ოპერაციულ სისტემას შეუძლია უკვე შეინახოს გახსნილი აპლიკაციები და მოგცეთ საშუალება გადახვიდეთ მათ შორის, მაგალითად წინა გახსნილი Office-ი, შემიძლია მე მარტივად გადავიდე და გავაგრძელო მასში მუშაობა. შემდეგ back კლავიშის დახმარებით ისევ დავბრუნდეთ ჩემს ბრაუზერში და ეს ყველაფერი ძალიან მარტივად და კარგად. აგრეთვე შეიცვალა media player-ი, ასე ვთქვათ, Zoom player-ი. აქ უკვე საშუალება გაქვთ შექმნათ თქვენი პლეილისტები, რაც წინა ვერსიაში არის მაგის საშუალება, მაგის შესაძლებლობა. რაც საკმაოდ კარგია და მისი დიზაინიც შეცვლილია, როგორც ატყობთ. ეს იყო Windows Phone 7-ის Mangos update-ის განხილვა, მცირე ექსკურსია, ასე ვთქვათ. თუ რაიმე კითხვა დაგებადებათ, მომწერეთ, იგზენით თავისუფლად მომწერეთ და ამისვით კითხვები და მე შევეცდები ყველა კითხვაზე გიპასუხოთ. მადლობა რომ მიყურებდით, დროებით.